მოგესალმებით. მე ლელა კოტორაშვილი ვარ. მე-18 წიგნი უნდა გაგაცნოთ შერონ დრეიპერის ამერიკელი მწერლის რომანი გონების მიღმა, რომელიც ქეთევან ყანჩაშვილმა თარგმნა, ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკის მთარგმნელმა და გამოსცა გამომცემლობამ წიგნები ბათუმში. წიგნი გამოიცა 2016 წელს და საგანგებოდ აღნიშნავ ამ თარიღს, რადგან ამ პერიოდში მე ვასწავლიდი სოფელ უწერის საჯარო სკოლაში. ის სამწლიანი გამოცდილება, რომელიც ამ სკოლას უკავშირდება, ჩემს პროფესიაში დაუვიწყარია, რადგან სწორედ იქ ჩამოყალიბდი მასწავლებლად, ჩემს მოსწავლებთან ერთად ვისწავლე ბევრი რამ, თუნდაც წიგნებზე საუბარი, როგორ წარგვედგინა წიგნი, როგორ გვესაუბრა აუდიტორის წინაშე, როგორ მოგვემზადებინა სლაიდშოუ, პრეზენტაცია და ძალიან ბევრი რამ. მარიამ კორინთელი ამ წიგნის გამომცემელი და რედაქტორი იყო ჩემი ზურგის ქარი იმ პერიოდში, დღემდე ასე გრძელდება. მარი ყოველთვის მიგზავნიდა ხოლმე თავის გამოცემულ წიგნებს მჩუქნიდა ჩემი მედიათეკისთვის, რომელიც ამ სკოლაში დავაარსე და ჩვენ ვეცნობოდით მე და ჩემი მოსწავლეები თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს. ეს წიგნი ლიტერატურული კაფესთვის წავიკითხე მახსოვს და როდესაც მუშაობდი ავტორის შესახებ ვეძიებდი ინფორმაციას, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ შერონ დრეიპერი ყოფილა ძალიან ცნობილი მასწავლებელი, მას მიუღია საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუწყვეტია მასწავლებლობა და თავი მიუძღვნია მთელი თავისუფალი დრო წიგნების წერისთვის. ძალიან მიყვარს, როდესაც წიგნებს წერენ მასწავლებლები, რადგან მათ კიდევ უფრო კარგად ესმით ბავშვის ბუნება, სასკოლო პრობლემები, სასკოლო საზოგადოების შესახებ მეტი ინფორმაცია აქვთ და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ არის გაშლილი ამ წიგნში. ასევე ძალიან მიყვარს, როდესაც წიგნი თანამედროვე საბავშვო რომანი ეხება სკოლას. თუმცა ეს წიგნი არ არის მხოლოდ სკოლის შესახებ. ამ წიგნის მთავარ პერსონაჟს 10 წლის მელოდის ამგვარი დიაგნოზი აქვს, ცერებრალური დამბლა. და ამგვარი წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების გასაფართოებლად, იმის აღსაქმელად, თუ რა გზას გადის მშობელი ბავშვი, როდესაც მას აქვს შეზღუდული შესაძლებლობა ან სპეციალური საჭიროების მქონეა. თავად მელოდი პირველ პირში მოგვითხრობს თავის ამბავს და სიუჟეტი ის არის აკინძული, რომ მისის ლიტერატურის მასწავლებელი მისის გორდონი, რომელიც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მასწავლებელი პერსონაჟია, ბავშვებს დაავალებს ავტობიოგრაფიის დაწერას და წიგნის ბოლოში ისე ლაგდება ყველაფერი, რომ თითქოს მელოდი წერს თავის ავტობიოგრაფიას, თუმცა მას წიგნი ისე იწყება, რომ მელოდი ამბობს 11 წლის ვხდები მალე და ცხოვრებაში ერთი სიტყვაც არ მithქვამს. მელოდი ამოძრავებს მხოლოდ ცერათითებს და დიდი დახმარება, დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ თავი გაართვას თუნდაც ელემენტარულად საკვების მიღებას. მასზე ზრუნავს დედა, მამა და მისი ზვი, ერთ-ერთი საოცარი პერსონაჟი, რომელიც გამორჩეული არის მიმღებლობით, გამჭრიახობით, საოცრად ზრუნავს მელოდიზე და უყვარს ისეთი, როგორიც არის. მისი ზვი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მელოდის ცხოვრებაში და აქ ჩნდებიან უფროსები, მაგალითად საჭიროების მქონე მასწავლებელი ქეთრინი, რომელიც მელოდისთვის ასევე ძალიან საყრდენი არის, ერთ-ერთი საყრდენია. ამ წიგნში თქვენ შეგხვდებიან მასწავლებლები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მასწავლებლები, რომელთა მსგავსი არასდროს არ მოგინდება რომ იყო და მასწავლებლები, რომლებიც სრულს გაგიღვიძებენ, რომ მათ მსგავსად იცოდე ბავშვთან მიდგომის წესები, გქონდეს ეს მთელს არსებაში გათავისებული ბუნებრივად და დროულად ახერხებდე
მოქმედებას, საჭირო სიტყვის თქმას ბავშვებთან. მელოდის პრობლემა, მელოდი თავისი პრობლემის შესახებ ამგვარად აღწერს, მას გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერულ დაფას გამოუწერენ, შეუძენენ, სადაც ჩატვირთავს მისის უამრავ სიტყვას, წინადადებებს და ამის საშუალებით ეს დააჭერს ცერათიც დაფაზე და ეს მოწყობილობა, კომპიუტერული მოწყობილობა აჟღერებს ხმამაღლა მელოდის აზრს. და მელოდი ასეთ რაღაცას ამბობს. ხალხს აინტერესებს რა ავადმყოფობით ვიტანჯებით, კივილებს თუ ვებრძვი, ან ჩემი განკურნება თუ შეიძლება. ამიტომ ორი პასუხი მოვამზადე. ერთი თავაზიანი და გრძელი და ერთიც მოკლე და მკვახე. მათთვის, ვისაც გულწრფელად აწუხებს ჩემი მდგომარეობა, ღილაკის დაჭერით ვპასუხობ. მე სპასტიკური ორმხრივი კვადრიპლეგია, იგივე ცერებრული დამბლა მჭირს, რომელიც ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახა, მაგრამ არა გონებრივზე. გონი ბოლო ნაწილი მაგარი გამომივიდა არა, კლერისა და მოლისნაირ ხალხს კი ვეუბნები, შეზღუდული შესაძლებლობა ყველას გვაქვს, აბა შენსაზე მომიყევი. მართლაც ვეთანხმები მელოდის, ყველას გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობა და თუ კი ამგვარად დავიწყებთ ფიქრს, სხვანაირი ადამიანები ვიქნებით. ეს ამგვარი წიგნები უფრო ემპათიურს ხდის მკითხველს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მასწავლებელმა, მშობელმა, ბავშვმა წაიკითხოს და შეიძლება ბევრი ვერაფერი ცვლილება ვერ შეიტანო მსგავსი პრობლემის მქონე თანაკლასელის ცხოვრებაში თუ მოსწავლის ცხოვრებაში, მაგრამ თუნდაც იმის გააზრება და იმის ცოდნა რა გზას გადის, რა შეგრძნებები ემოციური, როგორი ემოციები აქვთ ადამიანებს, რომელთაც მაგალითად არ შეუძლიათ, შეზღუდული აქვთ გარკვეული შესაძლებლობა, ძალიან წინ წასწევს ჩვენს საზოგადოებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წიგნი ეხება ამერიკის სკოლას და ჩვენი ქართული რეალობა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის აქ აღწერილი გარემოსგან. აქაური სასკოლო სივრცე, გარემო, რომელიც ადაპტირებულია საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სანატრელი არის ჩემთვის როგორც მასწავლებლისთვის. თუმცა შერონ დრეიპერი ამახვილებს ძალიან ბევრ პრობლემაზე ყურადღებას, რომელიც დგას კიდევ დღის წესრიგში და კიდევ სამყაროს კაცობრიობას ბევრი რამ გვაქვს იმისთვის სასწავლი, რომ ერთმანეთი მივიღოთ ისეთებად, როგორებიც ვართ. შეიძლება შევცვალოთ გარემო, მაგრამ მთავარი არის ჩვენი თვალთახედვა და აი ამაზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი აღქმა, რომელსაც ბავშვები, როგორებიც არ უნდა იყვნენ, ისინი მყისიერად ხვდებიან ჩვენი სახის მოღრუბლულობას, ემოციების ცვლილებას და რეაგირებას მათ ქმედებაზე. აქ არის როგორც უკვე ვთქვი, მის გორდონი, მე დამავიწყდა სახელი, გორდონი მაპატიეთ, მის გორდონი, რომელიც არის არაჩვეულებრივი მასწავლებელი და ის ერთი აქტივობა ძალიან მომეწონა, მის გორდონი ბავშვებისთვის მაგიდას გადააფარებს პლედს და შიგნით შეძვრებიან, რათა კარგად გაითავისონ ანე ფრანკის განცდები. ამ წიგნს აკითხებს და ძალიან საინტერესო მიდგომა არის ეს როლური თამაში, რადგან ბავშვები უფრო უკეთ ხვდებიან პერსონაჟის განცდებს როლური თამაშებისას. პირადი მაგალითი მინდა მოვიყვანო, უფროსი ძმა მყავდა ზურა, რომლის დიაგნოზი იყო ქრონიკული შიზოფრენია და ამ დიაგნოზამდე ძალიან დიდი დრო დასჭირდა ჩემს ოჯახს, იმიტომ რომ ზურას ნელ-ნელა დაიწყო 17 წლის ასაკში პრობლემები და ჩვენ 90-იან წლებს დაემთხვა ზურას ცუდად გახდომა და აღმოჩნდით სრულიად მარტო, რადგან არა მარტო საზოგადოებას, არამედ თავად ჩვენს ოჯახის წევრებმა არ ვიცოდით, როგორ უნდა გვემოქმედა სწორად საჭირო დროს.
და მახსოვს მე ბავშვი ვიყავი მაშინ 7 წლის, როდესაც ზურა უძილობით დაიწყო ზურას ეს ყველაფერი და მახსოვს რომ თვითონ ოჯახის წევრებისთვისაც როგორი რთულია დედმამიშვილებისთვის ამჯერად დედა ჩემი რას განიცდიდა, მამა ჩემი, ჩემი ძმა და ამ წიგნშიც საოცარი დედა ყავს მელოდის და მისი კითხვისას დედა ჩემი მახსენდებოდა ხოლმე როგორ იბრძოდა მართლა მთელი თავისი არსებით იმისთვის რომ თავი გაერთმია თავს დატეხილი აი ამ უცაბედი პრობლემისთვის ძალიან დიდი თანადგომა სჭირდებათ ასეთ დედებს და მასწავლებლებზე გავამახვილებ ყურადღებას ზურა დროდადრო იკარგებოდა ხოლმე და ჩვენ მთელი ოჯახი ვეძებდით ერთხელ აზერბაიჯანისკენ მიმავალ მატარებელშიც აღმოვაჩინეთ და ერთხელ როდესაც ასე დაიკარგა სად წავიდა და თავის ფრანგულის მასწავლებელთან, მედიკო მასწავლებელთან მახსოვს მთელი ოჯახი დავირაზმეთ და მივედით მე გარემაყურებელივით ვიყავი პატარა ბავშვი 7 წლის სავარძელში ვიჯექი და ვხედავდი რომ მივედით როგორ მოგვეშვა ჯერ შვება იყო რომ აღმოვაჩინეთ სად იყო ზურა და მე ამ ქალის გულისხმერ დამოკიდებულებას დრო რომ გავიდა ძალიან ხშირად მაფიქრდება ხოლმე რატომ მივიდა მაინც და მაინც მედიკო მასწავლებელთან და შემიძლია შეგრძნებების დონეზე გავიხსენო როგორი სიმშვიდე იყო მის სახლში და ზურაც ალბათ ამ ქალის პიროვნება მიიზიდა ახლახანს ამ ვიდეოს ჩანაწერისთვის რომ ვემზადებოდი დედას დაურეკე და ვკითხე იყო თუ არა მედიკო მასწავლებელი ზურას ფრანგულის მასწავლებელი და დედა მითხრა რომ რამდენიმე გაკვეთილი არა მხოლოდო და წარმოიდგინეთ ასეთ მისი თანამშრომელი იყო დედას ერთად ასწავლიდნენ ერთ სკოლაში და რაღაც დაინახა ზურამ ამ ქალში რომ ასე მიაკითხა აი სწორედ ასეთი პირადი მაგალითები როგორც არის თუნდაც მედიკო მასწავლებელი ამ წიგნში აღწერილი მასწავლებლები არ არიან მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟები რადგან არსებობენ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები როგორც არის მისის გორდონი კეთრინი კიდევ ერთი ძალიან კარგი მასწავლებელი აქვს როგორც არის მისის ვი ოჯახის ახლობელი ასევე და ამგვარი ასეთი ადამიანები უკეთეს ხდიან სამყაროს რაც უფრო მეტს მოუყვებით ერთმანეთს მათ შესახებ მით უკეთესი იქნება და ბევრი რამეც არ ვიცი მელოდის პრობლემის შესახებ ჩემთვის როგორც მასწავლებლისთვისაც აღმოჩნდა დამაფიქრებელი და ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ მასწავლებლებმა რომ შევძლოთ თითოეული ბავშვის საჭიროებების გამოკვლევა, რადგან ეს წიგნი არ არის მხოლოდ ცერებრული დამბლის შესახებ მელოდის რა პრობლემებიც აწუხებს ძალიან ბევრ ბავშვს აწუხებს ჩვენს სკოლებში. ალბათ შეგიმჩნევიათ ბავშვს, რომელსაც დასწავლის უნარი არ აქვს, მაგალითად ვერ არის მისი აკადემიური მოსწრება, ისეთი როგორიც მისი თანაკლასელის, რომელსაც შეუძლია მაღალი ქულები მიიღოს ტესტებში. ერთგვარად ესეთი ბავშვები თითქოს შეუმჩნევლნი ხდებიან. მათ შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ხშირად შეიძლება უნებური ფრაზაც იყოს მასწავლებლის მიერ კლასის თანდასწრებით გაჟღერებული. და წარმოიდგინეთ, რას განიცდიან ისინი, იმიტომ რომ არ არის ვალდებული ყველა ბავშვი ისე თანაბრად სწავლობდეს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ბავშვს აქვს უნიკალური შესაძლებლობები. თითოეული ბავშვი არის განსაკუთრებული, გამორჩეული და თითოეულს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. აი სწორედ მე როგორც მასწავლებელი ამ ყველაფერზე დამაფიქრა და ძალიან ემოციური არის წიგნი კითხვისას, რადგან აქვე უნდა აღვნიშნო აუცილებლად ბავშვები. მელოდის ერთი მეგობარიც კი არ ხავს ისეთი, არ აღმოჩნდება, რომელიც გაუგებს გარდა თავისი ინკლუზიური კლასი არის ამ სკოლაში ამ ბავშვების გარდა და მუდმივი სურვილი აქვს, რომ
ერთგვარ როგორც თვითონ ამბობს ნორმალურ ბავშვებთან იმეგობროს, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ასეთ ბავშვებს აკლიათ თანაგანცდის უნარი. მათ არ ესმით მელოდიის და ძალიან ცუდად ექცევიან, ძალიან სასტიკადაც ექცევიან. შეიძლება კლასში არ გვყავდეს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე, მაგრამ ეს ბავშვური სისასტიკე, რომელიც მათთვის დამახასიათებელია ასაკობრივად, ამას უნდა ვებრძოლოთ მასწავლებლები, რადგან დიდი და როგორ შეგვიძლია ლიტერატურა ვაკითხოთ, დავაფიქროთ, ბევრი ველსაუბროთ და ჯერ თავად მასწავლებელმა შეძლოს, რომ შექმნას კლასში ისეთი ატმოსფერო, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ამ იუმორი უნდა აღვნიშნო, საოცარი იუმორი აქვს მელოდის და წინ გელით ძალიან დიდი სიამოვნება. ბალიში კი არის ამგვარი. შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით.